ახლა სპორტი დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონია ქართველმა ფალავანმა თბილისის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. ფინალურ შეხვედრაში მარსაგიშვილმა სომხეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ტიტულ ზედიზედ მეორედ დაეუფლა. დავით მარსაგიშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდიდან ხალიჩაზე სულ ბოლოს გავიდა. განრიგის მიხედვით 84 კილოგრამს ამ დისციპლინის პროგრამა უნდა დაესრულებინა. დავითმა პირველი მეტოქე ავსტრიელი დომინიკ კლაუსი ძალიან იოლად დაამარცხა და მეტოქეებსა და გულშემატკივრებს შეახსენა, რომ შეჯიბრის ფავორიტია. მართალია წინააღმდეგობა მეტი მიიღო, მაგრამ მესამე პერიოდი არც რუმინელი ანდრეი ვიქტორ ფრანტის ძლევას დასჭირდა. მარსაგიშვილმა აქაც დამაჯერებლად იმარჯვა და რუს ანზორ ურიშევზე გავიდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა ორჯერ უკვე მოასწრო. შეხვედრა რომ იოლი არ იქნებოდა თავიდანვე ცხადი იყო და ქართველიც მისთვის კარგად მოემზადა. ყაბარდოელი პირველ პერიოდში მსაჯმა პასიურობის გამო დასაჯა და ქულა ჩვენებურს მისცა, რაც უკვე ნახევარი საქმე იყო. მეორე პერიოდში პირველი შედეგიანი ილეთის სტუმარმა გააკეთა, თუმცა პასუხი მალევე მიიღო და სამ ქულაზე დავარდა. რის შემდეგაც ჩვენებურმა გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა და ფინალში გავიდა. ეროვნული ნაკრების გვირგვინი იქნება დათო მარსაგიშვილის ოქროს მედალი. ეს იქნება სრულიად საქართველოს სიხარული, რომელსაც მე ახლავე აქედან ულოცავ ყველას. ეს იყო ლუკა კურტანიცის პროგნოზი, რომელმაც რეალობა სრულად ასახა. ტექნიკური არსენალის უქონლობის ბრალი იყო. პუბლიკის გამაყურებელი ხმაურისა თუ რაიმე სხვის ჩვენ არ ვიცით, მაგრამ სომეხმა სპორტსმენმა მეტოქეს ბევრი ვერაფერი შესთავაზა. მარსაგიშვილი კი პირველივე წუთებიდან აქტიურობდა და ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მურთაზალიევს. შედეგად ქართველმა ფალავალმა ზედიზედ ორი პერიოდი ისე მოიგო, რომ მოწინააღმდეგეს ქულაც კი არ მისცა და სრულიად დამსახურებულად გახდა ევროპის ჩემპიონი. თითქოს ზურგს უკან მთელი საქართველო იყო და უფლებას არ ქონდა, რომ ეს წარუმატებლად გამოსულიყავით ამ ევროპაზე და არ ვიცი, რთული გავიარე. ეს არის ჩვენი გზა, ეს არის სპორტსმენების და ღმერთის მადლობა, რომ ესე კარგად დამთავრდა ყველაფერი. ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა პირად კოლექციას უკვე მეორე ევროპული ოქრო შემატა და თუ მის სპორტული ფორმიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ამაზე გაცილებით მეტიც შეუძლია.